საკუთარ თავს ვაფასებ ძალიან კარგად. ვიცი საკუთარი თავის ფასი. ჩემს ცხოვრებაში ჯერ ვცემ საკუთარ თავს, საკუთარ სურვილებს. პატივს ვაყენებ პირველ ადგილზე და შემდეგ უკვე სხვა დანარჩენ ადამიანებს. ძალიან ლამაზი, უხილავი მარყუჟი, რომელიც შეგიძლია გაუკეთო შენს თავს, რომელიც შეგიძლია ატაროს სიცოცხლის ბოლომდე, ან იქამდე, სანამ ამას გააცნობიერებ და გაიასლებ იქამდე. ეს არის კოლაფსი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, სადაც შედის ადამიანი და რა თქმა უნდა ეს ხდება გაუცნობიერებლად. ეს არის, როდესაც ადამიანს გონია, რომ ჯანსაღად ცხოვრობს, ჯანსაღად აზროვნებს, ჯანსაღად აფასებს საკუთარ თავს, მაგრამ ეს ზუსტად იგივეა ისეთივე შეცდომა, ისევე გაკარგვინებს საკუთარ თავს, როგორც პირველი ვარიანტი, რასაც ქვია და ნიშნავს საკუთარი ცხოვრებიდან საკუთარი თავის განდევნა. ესეც არის იგივე, ოღონდ მეორე ვარიანტი. პირველ ვარიანტში არის ის, რომ ადამიანი სულ გარიყულია საკუთარი ცხოვრებიდან, სულ გასცემს და გულის სიღრმეში ცხოვრობს დათრგუნული და მეორე, როდესაც ადამიანი მთელი ცხოვრება ყიდულობს ყურადღებას. რამდენჯერ გადაგიხდიათ ათასობით ლარი საათში ჩასაცმელში, მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანებს შეემჩნიეთ. რამდენჯერ გიყიდიათ და ჩაგიცვამთ ისეთი ძვირადღირებული ნივთები და ტანსაცმელი, რისი ყიდვის პროცესში თქვენ გადაგიხდიათ იმაზე მეტი, რისი საშუალებაც საერთოდ გაქვთ. რამდენჯერ შეეწირა თქვენი ხელფასი იმას, რომ გეყიდათ ადამიანების ყურადღება თქვენი ნივთებით. დიახ, ესეთი ადამიანები მთელი ცხოვრება ყიდულობენ ყურადღებას და ამას ეწირება მათი ცხოვრება, მათი ფინანსები და მათი ნამდვილი სურვილები. დაფიქრდი, ესეთი ნივთების შეძენისას კი მიიღეთ ის აპლოდისმენტები, ის ყურადღება იყიდეთ და გადაიარა ამ ყურადღება და დღეს ხარ იმ ეტაპზე, რომ კიდევ ახალი ყურადღება უნდა იყიდო და კიდევ ახალი რამოდენიმე ათასი უნდა გადაიხადო ამაში. საქმე ეს არის, რომ ეს არის მდგომარეობა, რომელსაც ვერ დაასრულებ იქამდე, სანამ არ მიხვდები, რომ შენ დიახ ყიდულობ ყურადღებას. როდესაც დააპირებ ძვირადღირებული ნივთი იყიდო, დაფიქრდი, შენ რატომ გინდა ეს ნივთი იყიდო? იმიტომ რომ გჭირდება თუ იმიტომ რომ ადამიანებმა ყურადღება მოგაქციონ? და მეორე, ამ თანხით რამე ისეთის გაკეთება ხომ არ შეგიძლიათ, რაც თქვენ ნამდვილად გჭირდებათ? და მესამე, თქვენ ნამდვილად გჭირდებათ იმ ადამიანების ყურადღება, თქვენს ცხოვრებას ნამდვილად სჭირდება იმ ადამიანების ყურადღება, ვის ყურადღებასაც თქვენ ყიდულობთ და ვის ყიდვაშიც თქვენ იხდით მთელი თქვენი ცხოვრების ალბათ ნახევარ ფინანსებს. რამდენად გჭირდებათ საერთოდ ამ ადამიანების ყურადღება და თუ არ გექნებათ ამ ადამიანების ყურადღება, საერთოდ თქვენი ცხოვრება რას დაკარგავს? დაკარგავს კი რამეს? იქნებ არც არაფერს. და კიდევ დაფიქრდით, ის დრო, ის ფინანსები,
ნამდვილად თქვენს საყვარელ და საოცნებო მინდაში ხوار გირჩევნიათ, ჩადოთ და ნამდვილად გაალამაზოთ თქვენი ცხოვრება და არა მთელი ცხოვრება ყიდულობდეთ ყურადღებას. მიეცით საკუთარ თავს ჯანსაღად ის ყურადღება, რაც გჭირდებათ და აღარ დაგჭირდებათ სხვა ადამიანების ყურადღება იყიდოთ თქვენი იმ ფინანსების და დროის ხარჯზე, რასაც დღეს აკეთებ. კი, ეს არის მარყუჟი, რომელიც იქამდე გმართავს, სანამ არ ჩაჭრი. და მე გისურვებ, რომ ნამდვილად ჩაჭრა და დაიწყო ის ცხოვრება, რომელიც შენ გელამაზება. აბა, წარმატებები.